შემოგვერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიცი. დილამშვიდობის მამა გიორგი, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დილამშვიდობის გაგახაროთ ღმერთმა. მნიშვნელოვან საკითხებს საუბრობთ ტაძრის სახისმეტყველების შესახებ და ვისაუბროთ დღეს ჩვენს რადიოცემაში, რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს ზოგადად რა არის ტაძარი და რა საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს მის წარმოშობას. ნამდვილად მნიშვნელოვანი და ვრცელი თემაა დღეს რაც სასაუბრო გვაქვს რადიოცემაში. დიახ, გეთახმებით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა გახლავთ. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ ყოველი ნაგებობა გარკვეული ფუნქციის მატარებელია. შესაბამისად, თითეული მათგანი იგება ამ ფუნქციის შესაბამისად. თითეული ნაგებობა არის შესაბამისი ფუნქციის ნივთიერი გამოხატულება. იგივე ითქვა შეიძლება ტაძრის შესახებად, მოგეხსენება თქვენ, რომ ტაძარი იწოდება ღვთისსახლად, წმინდა ალაგად. ამის შესახებ ჩვენ არაერთ გზისი დამოწმება გვხდება, თუნდაც წმინდა წერილში, მაგალითად ლუკას სახარებაში გადმოცემულია, როდესაც 12 წლის მაცხოვარს იერუსალიმში ეძემს მარიამი და იოსები და როცა მას იპოვნიან ტაძარში მჯდომარეს უხუცესებთან ერთად მოსაუბრეს, მაცხოვარი მათ ეუბნება, რომ მამა ჩემის სახლში ჯერ არ ჩემი ყოფა, ან მამის სახლად მოიხსენიებს მას, ასევე როცა მაგალითად ტაძრიდან განდევნა აღესრულება, ასევე სახარებისეული თხრობის მიხედვით, იქაც მაცხოვარი ღვთისსახლს უწოდებს, ღვთისსახლად მოიხსენიებს ტაძარს და ასე შემდეგ. აქ შესაბამისად სატაძრო არქიტექტურა და მის ინტერიერი და ექსტერიერი აი ამ იდეის ნივთიერი ხორჩესკვა გახლავთ. უპირველეს ყოვლისა ამას თავისთავად ცხადი აქვს თავისი საღვთისმეტყველო საფუძვლები, რაც გულისხმობთ. მოგეხსენება თქვენ, რომ საეკლესიო სწავლების თანახმად, რაც ბიბლიაში დაბადების წიგნშია გადმოცემული, ჩვენი პიროვნშობლები ადამი და ევა 60-ში ცხოვრობდნენ. 60 იყო სწორედ ის ალაგი, ის ადგილი, სადაც ღვთისა და ადამიანის განსაკუთრებული ურთიერთობა აღესრულებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანი დაეცა საეკლესიო სწავლების მიხედვით, მასში იმძლავრა ნივთებამ, ანუ მატერიალურმა ძლია სულიერს და შესაბამისად ადამიანს უკვე სჭირდება ნივთება, რათა ღმერთს დაუკავშირდეს. აი ამის შესახებ ფუნდამენტალური სწავლება აქვს წმინდა იოანე დამასკელს, მას მოგეხსენება თქვენ, რომ ის ხატვების ბრძოლების დროს მოღვაწეობდა და სწორედ აი ამ ერესის წინააღმდეგ მან დაწერა ძალიან ესეთი მოცულობითი ნაშრომი, სიტყვის საგებელი მათი, რომლით გმობენ წმინდათა ხატს. აქ ამ ნაშრომში ის საუბრობს როგორც ხატთა თაყვანისცემის შესახებ, ისე სატაძრო ღვთისმეტყველების, თუ შეიძლება ასე ითქვას, შესახებ და ის ბრძანებს, რომ სწორედ ის ხატიც და ტაძარი ამ შემთხვევაში ნივთიერება, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნივთებას ვეთაყვანებით წმინდა იოანე დამასკელის სწავლების მიხედვით, ჩვენ ნივთების საშუალებით ვეთაყვანებით ღმერთს, ხო? და საბოლოო ჯამში ის ამასაც ამბობს, რომ თაყვანის ჩემთვის ნივთქმნილსა. აქ ამ შემთხვევაში განკაცებულ მაცხოვარს გულისხმობს ის. ამ ბრძოლების ჭრილში ჩვენ უნდა განვასხვაოთ ორი ტერმინი: ტაძარი და ეკლესია. რას ნიშნავს თითეული მათგანი? ეკლესია, მოგეხსენება თქვენ, ეს ბერძნული ტერმინი გახლავთ, ეკლეოს, კრებულს, მოხმობას ნიშნავს და მოხმობა ხდება სწორედ საღვთო წიაღში. ანუ ის წიაღი, რომელიც ამ შემთხვევაში ნივთიერად ტაძარში მყოფობს. ტაძარი უკვე, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ნივთიერი ნაგებობაა, ხუროთმოძღვრული ნაგებობა გახლავთ, სადაც ეკლესია, ანუ კრებული აღასრულებს საღვთო მსახურებას. საინტერესო გახლავთ ის, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, აი ბიბლიაში მოხმობილი წარღვნის ისტორია. მოეხსენება კარგად თქვენს და ჩვენს ტელემაყურებელსაც, რომ ეს ისტორია უკავშირდება ნოეს სახელს, დაბადების წიგნშია ეს მოთხრობილი ბიბლიის პირველ წიგნში და აი ამ თხრობის თანახმად ნოე აგებს კიდობანს, კიდობანში შეყავს მას თავისი ოჯახის წევრები, გარკვეული რაოდენობის ცხოველფრინველები და შემდგომ ამისა ილუქება ეს კიდობანი და ღმერთი ქვეყნის უჯულოების გამო მოავლეს წარღვნას და აბსოლუტურად ყველა სულიერი თუ უსულო არსება აღიგავება პირისაგან მიწისა გარდა კიდობაში მყოფდა. რატო
დავიმოწმეთ შესაბამისი ადგილი წმინდა წერილიდან. იმიტომ რომ კიდობანი გახლავს სწორედ ეკლესიის ნასახე, მაგალითად წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, რომ როგორც მხოლოდ კიდობანში ყოფნი გადარჩნენ, ხოლო ასე გადარჩებიან ის ადამიანებიც, მხოლოდ რომელიც ეკლესიის ტაძრის წიაღში მყოფობენ. სხვათა შორის, როდესაც ადრექრისტიანულ ხანაში ჩაისახა სატაძრო არქიტექტურა და პირველი ტიპი სატაძრო ხუროთმოძღვრებისა გახლდათ ბაზილიკური ტიპი და ბაზილიკური ტიპის ფორმები აღებულია სწორედ კიდობნის ფორმებისგან. და ამით რა თქმა უნდა ეს გამოიხატა არქიტექტურულად, გამოიხატა ხუროთმოძღვრულად, გამოიხატა ის საღვთისმეტყველო მნიშვნელობა, რაც ამ ყოველივეს ჰქონდა და რაც ჩვენ თქვით. სხვათა შორის, ესეც უნდა ითქვას, რომ საღვთისმეტყველო ეგზეგეტიკურ ლიტერატურაში, შესაბამის ლიტერატურაში კიდობანი ხშირად მოხსენიებულია ხომალდად. ანუ ხომალდი, რომელიც ზღვაშია და ზღვა ღელავს და მხოლოდ ხომალდზე მყოფნი გადარჩებიან. და ხომალდის ბერძნული სახელწოდება გახლავთ ნაუ და ტაძრის ბერძნული სახელწოდება გახლავთ ნაოს და ფიქრობენ რომ ამ ტერმინების ასე ვთქვათ ამ ტერმინებს აქვს საერთო საღვთისმეტყველო საფუძველი და ტაძარს ასევე აქვს მეორე მნიშვნელობა და დატვირთვას. ტაძარი მაგალითად პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ტერმინი ტაძარი მოხმობილია როგორც ადამიანის გვამი, სხეული, რომელიც უნდა გახდეს სულიწმიდის მადლის დამტევნი. თავად მაცხოვარიც ამ კუთხით იხსენიებს მაგალითად სახარებაში, მათეს სახარებაში, როდესაც გადმოცემულია მაცხოვრის მოძღვრება იერუსალიმის დაქცევის შესახებ, ის ამბობს, რომ დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე 3 დღეში აღვადგენ მას და შემდგომ מחარებელი აკონკრეტებს, რომ მაცხოვარი აქ გულისხმობდა საკუთარ სხეულს, რომელსაც ჯვარსაცმევდნენ, მოკლავდნენ და შემდგომ ის აღდგებოდა. ქართულ ენაში გვაქვს კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც ტაძრის სინონიმად ვიყენებთ, ეს არის საყდარი. კი ბატონო, კი, საყდარიც აი ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, რაზმზანე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საყდარი ეს ნიშნავს ტახტს. და მართლაც ეკლესიის ტაძარი როგორც ასეთი არაერთ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში მათ შორის ჩვენს მიერ მოხმობილი წმინდა იოანე დამასკელის აი ამ ფუნდამენტალურ შრომაში განიხილება როგორც საყდარი, ანუ სავანე საღვთო მადლისა და საღვთო მყოფობისა. მამაკერგი, ბუნებრივია რომ ტაძრის არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება დაკავშირებულია გარკვეულ კანონიკასთან და საღვთისმეტყველო ასპექტებთან. აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, როგორ ისაღება და ვითარდება ტაძრის არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება და როგორ არის ის დაკავშირებული საღვთისმეტყველო ასპექტებთან. დიახ, ჩვენ უკვე ვახსენეთ კიდობანი და ვთქვით, რომ კიდობანში არის სწორედ პირველი ტაძრის, ასე ვთქვათ, საწყისი საღვთისმეტყველო საფუძვლებით ამოყრილი, მაგრამ პირველი, ასე ვთქვათ, უშუალო მოძრავი ტაძარი, ესე ეწოდებოდა მას, რომელიც მოსეს პერიოდში აიგო, ეს გახლდათ ეგრეთ წოდებული დასამოწმებელი კარავი, რომელსაც ეს იყო ეგრეთ წოდებული მოძრავი კარავი, მოგძრავი ტაძარი, ასე უწოდებენ მას, რომელსაც მოსეს წინამძღოლობით ებრაელი ატარებდა უდაბნოში და პირველი, ასე ვთქვათ, ნაგებობა და ხო, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ აი ამ კარავს წმინდა იოანე დამასკელი უწოდებს ტაძრის პირველ წინასახეს, პირველ ტაძარს უწოდებს მას. თუმცა კარავი მოგეხსენება თქვენ არ იყო ეს, ასე ვთქვათ, ჯერ ჩამოყალიბებული სატაძრო ნაგებობა და პირველი ჩამოყალიბებული სატაძრო ნაგებობა გახლავთ უკვე სოლომონის მიერ აგებული ტაძარი, რომელიც რომლის შესახებ თხრობაც გადმოცემულია მეფეთას წიგნებში და ნუ შემდგომ, მაგრამ ეს გახდა ძველი აღთქმის ტაძარი და ნუ შემდგომ ახალი აღთქმის ტაძარი. ეხლა ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და შევეცდები უმთავრესი მოგახსენოთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, სატაძრო ნაგებობა არის ნივთიერი გამოხატულება საღვთისმეტყველო საფუძვლად, საღვთისმეტყველო იდეისა. შესაბამისად, ძველი აღთქმის ტაძარი აგებული იყო ძველი აღთქმის სწავლების შესაბამისად, ხოლო ახალი აღთქმისა აგებულია ახალი აღთქმის სწავლების შესაბამისად. ეხლა რა გულისხმობთ? მაგალითად, ძველი აღთქმის ტაძარი დაყოფილი იყო 3 ნაწილად. ეს იყო წმინდათა წმინდა, ეს იყო წმიდა და ეს იყო ეგრეთ წოდებული ეზო, რომელიც ანუ არადღევანდელი გაგებით, ეს ეზო იყო ტაძრის არქიტექტურის ნაწილი. წმინდათა წმიდაში არავინ შედიოდა და ის დახშული გახლდათ,
რატომ? იმიტომ რომ წმინდათა წმინდა განასახიერებდა სასუფეველს და ჩვენ ვიცით რომ კი ბატონო, დღევანდელი საკურთხეველი, კი ბატონო, და ეს იყო წმინდათა წმინდა ძველ აღთქმაში, რაც განასახიერებდა სასუფეველს და რახან სასუფეველის კარი დახშული იყო ძველი აღთქმის პერიოდში, ამიტომ წმინდათა წმინდაც დახშული გახლდათ. შემდგომ წმიდაში აღესრულებოდა უშუალო ღვთისმსახურება და ამ ეგრეთ წოდებულ ეზოში, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ტაძრის არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი იყო, იდგა ხალხი. ახალი აღთქმის ტაძარში თქვენ სწორად ბრძანეთ, უკვე გახსნილია ძველი აღთქმის წმინდათა წმინდა, ანუ საკურთხეველი, შესაბამისად ღვთისმსახურება უკვე საკურთხეველში, ანუ სასუფეველში აღესრულება და ადამიანები მრევლი დგას უკვე ეგრეთ წოდებულ დარბაზში, რომელნიც თქვენ მოგეხსენებათ, რომ იმზრებიან საკურთხევლისკენ საკურთხეველი, რომელიც აღმოსავლეთით არის უკვე განსხვავებით ძველი აღთქმის თქვა ტაძრიდან. აღმოსავლეთით რატომ არის? აღმოსავლეთი ჩვენ ვიცით რომ არსებობს სწავლება რომ 64 მდებარეობდა აღმოსავლეთით. აღმოსავლეთი განიხილება როგორც ღვთისმყოფობის სახისმეტყველებითი ალაგი და შესაბამისად რახან დროსაც აღმოსავლეთით ფიგურები. ამიტომ ჩვენი ლტოლვა აღმოსავლეთისკენ განასახიერებს ლტოლვას საღვთო განგებულებისკენ. ერთი მხრივ საკურთხეველში აღსრულებული ღვთისმსახურება, რომელიც გულისხმობს ახალი აღთქმის ტაძარს, რომელიც მოუწოდებს კაცობრიობას სასუფეველში შესვლისკენ და მეორე მხრივ მრევლი, რომელიც დარბაზში დგას და მიელტვის, ანუ მიმართება აქვს საკურთხევლისკენ, ანუ სასუფეველისკენ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, ეხლა რაც შეეხება უშუალოდ შევეცდები რამდენიმე დეტალს შევეხო ვთქვათ ახალი აღთქმის ტაძრისა. უპირველეს ყოვლისა ეს რასაც ახლა მოგახსენებთ დაფუძნებულია ძირითადად ორი დიდი მამის სწავლებაზე, ეს გახლავთ წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი და წმინდა სვიმეონ თესალონიკელი. უპირველეს ყოვლისა საკურთხეველი, როგორც ვთქვით, განასახიერებს სასუფეველს, კანკელი, რომელიც ყოფს საკურთხეველსა და ვთქვათ დარბაზს განასახიერებს ზღუდეს ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის, სასუფეველსა და ამ ქვეყნიურ შორის, მოზეიმ ეკლესიასა და მებრძოლ ეკლესიას შორის და აი ამ როგორც მოგახსენეთ ძველი აღთქმის ტაძარში აი ეს კანკელი იქ კრეცამბელი დახშული იყო და თქვენ მოგეხსენებათ იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს ეს კრეცამბელი შუა ჩაიხა, როგორც გადმოცემულია შესაბამის სახარების ოცნებაში. შუა ჩახევაში სწორედ ეს იგულისხმება, რომ გაიხსნა კარი სასუფევლისა და კაცობრივი ბუნება გამოხსნილი იქნა და დაბადებული იქნა ისევ 60-ისთვის. და აღდგომის შემდგომ პერიოდში ღია არის ხოლმე საკურთხევლის კარი. სწორი შენიშვნებზეც სწორედ აღდგომის დროს მოხდა მოგეხსენებათ მაცხოვარი ჯოჯოხეთში შთადის და დაახსნის იქედან ჯოჯოხეთის მეუფებას და ამოყავს მართალთა სულები და გადაყავს სასუფეველში და სწორედ აღდგომის შემდგომ წყინვალე შვიდეულისას გაღებული აღსავლის კარი სწორედ ამას განასახიერებს, რომ განკაცებულმა ღმერთმა თავისი მოღვაწეობის შედეგად გახსნა კარი სასუფევლისა. ეხლა რაც შეეხება საკურთხევლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ტრაპეზს. ტრაპეზს აქვს ორი დატვირთვა, ესეც უნდა თქვა ჩვენ, რომ ეს არქიტექტურული დეტალები მისადაგებულია ღვთისმსახურებას და ღვთისმსახურების მსვლელობის შესაბამისად შეიძლება გარკვეული სიმბოლიკები იცვლებოდეს კიდეც, ანუ შეიძლება გარკვეულ დეტალს არქიტექტურულს კონდეს რაღაცა გარკვეული ფუნქცია ღვთისმსახურების შესაბამის ნაწილში და შემდგომ თქვა სხვა ფუნქცია ღვთისმსახურების სხვა ნაწილში. ტრაპეზი ეს გახლავთ ერთი მხრივ ამ ორი მამის მიერ მოაზრებულია როგორც საყდარი, სადაც უფალი დაბრძანდება, მეორე მხრივ განმარტებულია როგორც ტრაპეზი, ანუ მაგიდა, სადაც პირველი წირვა აღესრულა, გულისხმობთ საიდუმლოსერობას, როდესაც განკაცებულმა ღმერთმა აღასრულა პირველი ევქარისტია და აი ამის ტრაპეზი თქვენ ისეთ გახლავთ უშუალოდ სასადილო მაგიდა, ასე ვთქვათ. აქედან იღებს ეს ყოველივე სათავეს და დღეს ტრაპეზზე აღესრულება უსისხლობს შეწირვა. სამკვეთლო, სადაც აღესრულება პრისკომიდი, ანუ კვეთა, სამკვეთლოსაც აქვს აი ესეთი როგორც უკვე მოგახსენეთ ღვთისმსახურებისას ორი ფუნქცია. ერთი ის განასახიერებს ბაგას, სადაც მაცხოვარი იშვა და სხვათა შორის ფეშხუმზე, სადაც აღესრულება კვეთა შემდგომში უკვე ზღვნისა გამოსახულია ყოველთვის ქრისტეშობის კომპოზიცია. სწორედ ამის გამოსახატავად, რომ ეს ანუ აქ დაიბადა ქრისტე
და მეორე მხრივ ასევე განასახიერებს საყდარს, ანუ როდესაც ბოლოს ტრაპეზიდან ბარძიმი და ფეშხუმი წირვის ბოლოს გადაბრძანდება კვლავ სამკვეთლოზე, აი ამ შემთხვევაში უკვე სამკვეთლო განასახიერებს საყდარს უფლის, ანუ სადაც მაცხოვარი დაჯდა ამაღლებისას, როგორც დაწერილია მარჯვენით მამისა. აი ახლა ტაძარში რამდენიმე ტრაპეზია, ხო? კი ბატონო, რამდენიმე ტრაპეზი ნიშნავს იმას, რომ ტაძარი იძლევა შესაძლებლობას იმისა, რომ იქ რამდენიმე წირვა აღესრულოს. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ სადაც ტრაპეზია, ის თითეული ტაძარია. ანუ ტრაპეზის ყოფობა ნიშნავს ტაძარს, დამოუკიდებელ ტაძარს, სადაც შეიძლება აღესრულოს ლიტურგია. ასევე უნდა ვთქვა ჩვენ ამბიონის შესახებ. ამბიონი მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ნახევარწრიული ფორმის ქვა, ლოდი, რომელზეც შემდგომ მღვდელი, ანუ მღვდელმთავარი გამოგბრძანდება და ქადაგებით მიმართავს მრევლს. აი ეს განასახიერებს იმ ლოდს, რომელიც ანგელოზმა გადააგორა აღდგომისას და ამ ლოდზე დაჯდა ის მათესახარების თანახმად და მან ამ ლოდიდან პირველად ახარა აღდგომა კაცობრიობას, ჯერ მენელს ასხელდედებს და მერე მოციქულებს. და სწორედ აი ამბიონზე მდგარი სასულიერო პირი არის აღდგომის მქადაგებელი, ვინაიდან ფაქტობრივად მთელი ღვთისმეტყველება თავმოყრილია სწორედ აღდგომის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობაში. მამა გიორგი, აი ვისაუბრეთ, რას ნიშნავს, რა არის ტაძარი და საინტერესოა, რა მიმართება უნდა გქონდეს წმინდა ტაძართან ადამიანს. დიახ, ძალიან გაცრავად მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ტაძარი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ნივთიერი ქმნილება, მაგრამ თუ კი მასში არ იქნება შესაბამისი მსახურება ან შესაბამისი კრძალვა კაცობრიობისა, მხოლოდ ნივთიერება ადამიანს ვერ იხსნის. და ჩვენ ამის არაერთი დადასტურება გვაქვს წმინდა წერილში, აი ამის ყველაზე ცხადი დადასტურება გახლავთ სოლომონის ტაძრის აგების ისტორია, სადაც ღმერთი ეუბნება სოლომონს, რომ შენ მე ამიგებ ამ ტაძარს და თუკი შენ და შენი ხალხი მე მემსახურება ჯერუნად, მე არ მოგაკლებ თქვენ წყალობას ჩემსას, მაგრამ თუკი თქვენ განდგებით ჩემგან, მაშინ ასე ამბობს პირდაპირ, მე გავანადგურებ ამ ტაძარს და დასაცინი გახდება სხვა ხალხთა თვალში ეს ტაძარი, ვინაიდან იტყვიან რა უყო ღმერთმა იმ ერს, რომელიც ჩემი მოსავი იყო. აი ეს მართლაც ეს ამნიშნულოვანი სწავლება გახლავთ, იმიტომ რომ მხოლოდ ნივთიერებას, სიცოცხლეს, ასე ვთქვათ და სიცოცხლის უნარიანობას ანიჭებს სიცოცხლეში მყოფი, ამ შემთხვევაში ადამიანი, ხო? ხაზაში ასე ამ კუთხით ძალიან საინტერესოა აღთქმის კიდობნის დაკარგვის ისტორია, რომელიც ასევე გადმოცემულია წმინდა წერილში, კერძოდ როდესაც ერთხელ ფილისტიმელებთან ბრძოლისას მოიწადინებს მაშინ სამუელი, მაშინდელი წინასწარმეტყველი, რომ გაიტანოს ეს აღთქმის კიდობანი ბრძოლისას იმ მოტივით, რომ აი ეს მათ გაამარჯვებინეს, მაგრამ ეს ხდება ამ პატავნებითი კუთხით, ხდება პირიქით. ფილისტიმელები მარცხდებიან, სამუელის ორივე შვილი ამ ბრძოლაში აღესრულება, თავად სამუელიც და შემდგომ ამ ესე იგი სიწმინდეს გაიტაცებენ საერთოდ ფილისტიმელებს. შემდგომ კი ბრუნდება ის დიდებით იერუსალიმში. მაგრამ ეს ფაქტი რასაც ჩვენებს. ეს ფაქტი გამოხატავს შემდეგს, რომ ნებისმიერი არა მარტო ტაძარზე საუბარი, ნებისმიერი სიწმინდე, თუ კი მას ადამიანი არაჯეროვნად მიახლება, ეს სიწმინდე დამჯელი იქნება მისთვის და არა მადლის მიმნიჭებელი. დამჯელი იმიტომ კი არა, რომ თავად არის სიწმინდე დამჯელი, არამედ დამჯელია ჩვენი უღირსება, კაცის უღირსება, რომელიც არაჯეროვნად მიახლება ნებისმიერ სიწმინდეს. მამა გიორგი, აი წლებია შეიძლება დავდივართ ტაძარში, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდეს ტაძრის ინტერიერზეც და ექსტერიერზეც, თქვა რა რას ნიშნავს. აი არ ვიცოდეთ რას ნიშნავს, თქვა ეკვტერი. მეტნაკლებად ყველამ ვიცით, თქვა საკურთხევლის მნიშვნელობა, ამბიონის მნიშვნელობა, მაგრამ აი სტოა რას ნიშნავს, თქვა აი ტრაპეზზე წარმოდგენა არ გქონდეს რას ნიშნავს სამკვეთლოზე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ამ დონის საღვთისმეტყველო განათლება იყოს მრევლში, რომ აი შეკითხვა დაისვა, გეგმ დასვა შეკითხვა, რომ რა მიმართება უნდა გქონდეს ტაძართან. სწორი მიმართება რომ გქონდეს ამ სიწმინდეებთან, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი მნიშვნელობა. დიახ, ზოგადად ქრისტიანობაში ამიტომ არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი განათლება.
განათლება ფარდას ხდის ძალიან ბევრ რამეს, რაც შეიძლება იქამდე ბუნდოვანი იყოს ადამიანისთვის. მათ შორის ეს საკითხი მთლიანად განათლებაზეა დამყარებული. ვინაიდან ეხლა ჩვენ აქ უბრალოდ არ გვეძლება ამ მეთოდოს საშუალება, რომ დეტალურად განვიხილოთ თითეული დეტალი ტაძრისა. რა თქმა უნდა, სატაძრო, ასე ვთქვათ, არქიტექტურაში, როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში არაფერია შემთხვევითი. ყველაფერს თავისი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს. თანაც ეს ვითარდებოდა, ესე არ იყო. ვთქვათ, რომ თავიდანვე მოგეხსენებათ, როგორც უკვე ვახსენეთ, თავიდან ბაზილიკური ტიპის ტაძრები ჩამოყალიბდა და სწორედ ეს ასე ვთქვათ, კარგა აღებული იყო კიდობნიდან, აი ამ საღვთისმეტყველო იდეის გამო, რა. დღესაც ბაზილიკა იყოფა ნავებად. აი ეს ნავი სწორედ აი ჩვენ ვახსენეთ, ამას გულისხმობს, რომ აი ამ ნავის საღვთისმეტყველო ფუნქციიდან გამომდინარეობს. შემდგომ წარმოიშვა გუმბათოვანი ტაძრები, ხო გუმბათოვანი, თქვათ, საყდარს განასახიერებს. შემდგომ ამისა უკვე ისევ ადრინდელი ქრისტიანული ხანიდანვე, მაგრამ შემდგომ პერიოდში უფრო მეტად უკვე ფრესკული მხატვრობა ერწყმის არქიტექტურულ ხატობას. ძირითადად, როცა ჩამოყალიბდა იკონოგრაფია, ის რა თქმა უნდა შესაბამისობაში იყო სატაძრო არქიტექტურასთან, რომ ძირითადად რა გამოსახულებით, აი 12-18 საუკუნის დასწავლის გამოსახულება ხდება, ეს აუცილებელი იყო სატაძრო, ასე თქვათ, მოხატულობისას. რატომ იყო ეს ყოველივე? ესე ძალიან მნიშვნელოვანი, რა იდეას ემსახურებოდა ეს, თქვათ, არქიტექტურა და ემსახურება დღესაც, მხატვრობა, სტოვა, ერთ რამეს, რომ ადამიანი, როცა ტაძარში შედის, მან ყოველივე ამ სოფლიური დატოვოს გარეთ და მთელი მისი არსება ჩაერთოს ღვთისმსახურებაში. რათა მან ამ ყოველივემ შეუქმნას საღვთისმსახურო განწყობა. სხვადასხვა აი ამაზეც უნდა ვთქვა ჩვენ ეხლა ტაძრები ძირითადად განსაკუთრებით სამონასტრო მსახურებისთვის განკუთვნილი ტაძრები იგებოდა მთაზე. და დღეს საქართველოში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, ხო? და როგორ აშენდა, ხო? ამაზე ეს არ იყო შემთხვევა. ლექსები თქვა პოეზიის და შთაგონების წყაროც გახდა პოეტებისთვის, არა? კი ბატონო. მაგრამ აი რატო ხდებოდა ეს? არ ხდებოდა მარტო კარგი პანორამის გამო და არც თქვა იმის გამო, რომ პოეტებისთვის კი გახდა მუზიკამხდარი. ეს უპირველეს ყოვლისა ხდებოდა სწორედ ამიტომ, რომ ადამიანმა მთა გააზრებულია როგორც ღმერთთან ახლოს მყოფობის სიმბოლო და ქვეყნიური ამაოებისგან ამაღლებულობის სიმბოლო, ხო? ვინ აღვიძებს თასაუფლისას ფსალმოში ვკითხულობ, ხო ვინ დადგეს ადგილსა წმინდა სამის. სწორედ ეს იყო მთავარი იდეა, რომ ტაძარში შესული ადამიანი ფიზიკურადაც უნდა მოშორებული იყო ამ ქვეყნიურ ყოფას. ესეც უნდა თქვა აუცილებლად მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად სატაძრო მსახურება მის ყველაზე მთავარი მსახურება დღეს გახლავთ ევქარისტია. ევქარისტია რა არის? მსხვერპლშეწირვა. ძველი აღთქმის ტაძარშიც მთავარი მსახურება მსხვერპლშეწირვა გახლავთ. ოღონდ იქ იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვა. ანუ ტაძრის იდეა შეიძლება ითქვას ასე, მთლიანად ძველშიც და ახალ აღთქმაში მორგებულია მსხვერპლშეწირვას. ანუ ადამიანი ღმერთს წირავს მსხვერპლს. ძველ აღთქმაში ეს ხილული მხარე ამისა იყო თქვათ ცხოველები, ფრინველები ასე შემდეგ, ახალ აღთქმაში უკვე უსისხლოა, მაგრამ ამ ორ მსხვერპლშეწირვას აერთიანებს ერთი რამ, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ორივე აღთქმაში ერთი ღმერთი მღვდელმოქმედებს, ხო? ეს არ არის ეს პირობითი დაყოფაა ძველი და ახალი აღთქმა, თორე ერთი ღმერთია ძველშიც, ახალშიც და მარადიულად. ძველსა და ახალ აღთქმაში აი ეს მსხვერპლშეწირვები, რომ რა აერთიანებდა ამ ორს, რომ რაც კარგად არის გამოხატული 43 გული შემოსული, სული შემოსული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. ანუ რა გული წირავდა ადამიანი ამ ეს იყო ღვთისთვის მთავარი ძველშიც და ახალ აღთქმაში და სწორედ ამ იდეაზეა აგებული შემდგომ როგორც ძველი აღთქმის, ისე ახალი აღთქმის სატაძრო ღვთისმსახურებას. დიახ, და ბაბა გიორგი, ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ რატომ მაინც თქვენ განმარტეთ დასაწყისში რა არის ეკლესია, რა არის ტაძარი. და ჩვენ აი კოვიდის დროს გვესმოდა მოწოდება, რომ შინ ილოცეთ და ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვა სად ილოცებს ადამიანი. რატომ არის მნიშვნელოვანი ტაძარში დასწრება სწორედ ღვთისმსახურების და აი ამით დავასრულოთ. დიახ, ძალიან სწორი შეკითხვა გახლავთ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ არსებობს საზოგადო და კერძო მსახურება ეკლესიურ მსახურებაში, ლიტურგიურ მსახურებაში. საზოგადო მსახურება სწორედ ამას ნიშნავს, როდესაც ადამიანები იკრიბებიან ტაძარში და ერთად აღასრულებენ ერთად აღსრულებულ წირვასა და ლოცვას, აქვს განსაკუთრებული ზოგადად ლოცვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. და ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია დავემოწმოთ მაცხოვრის სიტყვები, სადაც 2 და 3 შეიკრიბება ჩემი სახელით,
მეც ვიყავ მათ შორის. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისთვის ჩვენთან მომზადებისთვის დაგემშვიდობებით. სიონის საპატრიარქო ტაძრისღვთისმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ოშალომიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.